წინასაარჩევნო კამპანია შიდა ქართლში ქართული ოცნება მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მართველი ძალა დარწმუნებულია, რომ მათ მოსახლეობის მაღალი მხარდაჭერა ექნებათ და როგორც შიდა ქართლის რეგიონში, ისე მთელ საქართველოში მოიპოვებენ გამარჯვებას. რაც შეეხება ოპოზიციას, ამჯერად შიდა ქართლის რეგიონში წინასაარჩევნო კამპანიას ძლიერი საქართველო აწარმოებს, სადაც მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გააზრებული მოქალაქეობრივი ვალის მოხდა აუცილებელია. მოგეხსენებათ, საარჩევნო კამპანია უკვე გავხსენით, მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, აქტიური შეხვედრები მოსახლეობასთან. მოსახლეობაში განწყობები არის აქვთ გარკვეული პოზიტიური მოლოდინები არჩევნებთან დაკავშირებით. ნახოთ, ყველაფერი 4 ოქტომბერს გახდება ცნობილი, რაც მთავარია, აუცილებელია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა, მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი აზრი. მშვიდობასთან ერთად ეკონომიკური წინსვლაც აქვს ქვეყანას და რა ვიცი, ახლა სულ ყველა გაშლილია ფართო ველი წინასაარჩევნო, ვისაც ამ ქვეყნის კეთილდღეობა აინტერესებს, ვისაც ამ ქვეყნის მომავალი აინტერესებს და ის რომ მოექცეს სტანდარტში არჩევნების გზით მოხდეს ხელისუფლების ცვლილებაც და ნებისმიერი სიტუაციაც, ამას უნდა მივეჩვიოთ. ახლა ის რომ რევოლუციები, ნგრევა, ერთმანეთის ხოცვა, ჟლეტვა, ეს დრო ჩაბარდა ისტორიას და ამიტომ ცივილური ფორმებით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, უნდა მივიდეს საზოგადოება საარჩევნო ყუთებთან და უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. მე რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მმართველი გუნდი დამაჯერებლად გაიმარჯვებს მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც მერების, ისე საკრებულოს წევრების დაკომპლექტებით და იმიტომ რომ ჩვენი გუნდი სწორ გზაზე დგას, სწორ არჩევანს გააკეთებს, მე ასე მგონია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა.